პირველად თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ ბერდია კალანდიას წინამდეგი არავინ არ არის. აქ არის ბერდიასთან ერთად, ბატონ ბერდიასთან ერთად მოქმედი ჯგუფის, რომელმაც შექმნა სიტუაცია, რომ ჩვენ ზურს უკან კულუარულად გადაეწყვიტა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის საკითხი. და ეს არის ყოველად მიუღებელი, ეს ფორმა არადემოკრატიული, უსამართლო და მიუღებელი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ წინამდეგი, ჩვენ მზად ვართ საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში შევიკრიბოთ ხვალზე, გონივრულად, ადამიანურად გავარკვიოთ საქმე და ნებისმიერ მსურველ კანდიდატს, ვისაც აქვს შესაძლებლობა კონფერენციის წინაშე წარსდგეს და წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეუთანხმებლად მოქმედება ეს ადამიანი აიღო რაღაც ინიციატივა, უსაფუძვლო და ასეთ რაღაცას ჩვენ ბუნებრივია ვერ მოვითმენთ. და ასეთ რაღაცას ჩვენ არ დაუშვებთ. ჩვენ არა ვართ წინამდეგი, მაგრამ ჩვენ ვართ იმ ფორმების წინამდეგი და იმ წესების წინამდეგი, უწესობის წინამდეგი, რაც მან გააკეთა. დამფუძნებელი ვინ არის? ვინ დამფუძნებელი? არ ვიცი, დამფუძნებელი აღარ არსებობს. ჩვენ ვართ რამოდენიმე ადამიანი, 5 ადამიანი ვართ ქართული ოცნების დამფუძნებელი 2012 წლის 21 აპრილს ქალაქ თბილისში და ამ ადამიანების ზურგის ავლით მან ეს გააკეთა. და ეს ყრილობა და ეს კონფერენცია დღეს არ შედგება. კუდრატშობა არ იქნება და არ შედგება. ეს არის გამორიცხული. ვინ ჭეშმარიტების წინააღმდეგ იბრძვის და უსამართლობას შადის, ის ვერ გაიმარჯვებს, ვერასდროს. ვერ გაიმარჯვა და ვერც გაიმარჯვებს ვერასდროს.